მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს განვიხილოთ ასეთი თემა: ღირს თუ არა ურთიერთობის აღდგენა ყოფილ პარტნიორთან. იმიტომ რომ არის ახლა მე ასტროლოგი არა ვარ, მაგრამ არის ზოგჯერ ეს პლანეტები ისეთ რეალებს, რომ ეს ყოფილები ბრუნდებიან და მე გოგოები მწერენ, რომ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ ჩვენ ახლა, მივიღოთ არ მივიღოთ, ნუ ჩვენ ნახოთ, ვკითხოთ ტაროს, ხო? როცა ხშირი შეკითხვები შემოდის პირად კონსულტაციებზე, ესე იგი უკვე ვიცი რომ თქვენთვისაც ყველასთვის თან ბევრისთვის არის საინტერესო. ახლა ეს არხი არის, სადაც ჩვენ ვაკეთებ გრძელ გაშლას, ღრმა გარჩევას და მეორე არხი უკვე იცით თქვენ ბევრმა რომ აქ, სადაც მოკლე გაშლებს ვაკეთებ თქვენთვის, რა ვისაც არ უყვარს გრძელი გაშლები, ხო? ამავე დროს ხოთი შორის TikTok-ზე შედით და ახლა მეორე TikTok-იც გავაკეთე, სადაც უშუალოდ მატრიცაზე საუბრობ და YouTube-ზეც გავაკეთე კიდე ახალი ვიდეო მატრიცის თაობას. ვისაც გაინტერესებს, შეგიძლიათ ნახოთ ჩემო ლამაზებო. სულ ყველაფერი თქვენთვის, რომ უფრო აიოლი ცხოვრება გქონდეთ, რაც შემიძლია. აბა დავიწყოთ ახლა ჩვენ ვნახოთ სიგნიფიკაცია, რა თქმა უნდა, მოკლე სიგნიფიკაციას გავაკეთებ. ახლა რა ხდება? რა ენერგიებში ხართ თქვენ იმ ადამიანზე, ვინც არის თქვენი ყოფილი, ვინ არ გასვენებს, თქვათ, ან შეიძლება გასვენებს, მაგრამ გაინტერესებს ღირს თუ არ ღირს, ხო? ვნახოთ ფიქრები თქვენი და გრძნობები, ყველაფერი ვნახოთ და ვნახოთ კიდე ქვეცნობიერიც თქვენი მაინტერესებს და მაინტერესებს თქვენ რა გინდათ, მას რა უნდა, ხო? და დავიწყოთ. ნუ, რა თქმა უნდა, თქვენ შორის რა ხდება და მე მაქვს კითხვები გამზადებული, როგორც ყოველთვის, რომ ჩვენ კიდე რაღაცები გავიგოთ რა. ვნახოთ. ანუ, პირველი, ესე იგი გოგოს ენერგია მინდა, რომ იცოდეთ თქვენ, ტუს პენტაკლი. ეს არის ძალიან მაგარი პიროვნება. ადამიანი, რომელიც ანუ თავის თვითშეფასება აქვს რაღაც ახალ დონეზე. მოდით ასე ვთქვათ, მე რომ ტუზი მაინც ყოველთვის ახალი. აი, მაგარი ღირსეული, ლამაზი, ანუ ადამიანი, რომელსაც აი თავისი ფასი ну, ან იცის, ან ისწავლა, იმიტომ რომ ტუზი ხო, თქვენ დაწყება. შეიძლება აი ახლა ისწავლეთ, რაღაცა გაიგეთ თქვენ თავზე და საერთოდ ღვთის საჩუქარი, ვისაც თქვენ თავს აჩუქებს უფალი, ის იქნება უბედნიერესი, უეჭველი, იმიტომ რომ ეს არის იმენა საჩუქარი ქალი. გეუბნებით, რას ფიქრობს თქვენ? თან თქვენ შეიძლება სხვა შორის უკვე ხართ აი ისეთ ეტაპზე, როცა ანუ ახალი ცხოვრება მინდა დავიწყო, ახალ ცხოვრებას ვიწყებ, გაიგეთ? აი ან ახალი რაღაცა დაუშვათ ახლა ნუ გავიგე ამ ცხოვრებაზე რაღაცა ბევრი რამე და ახლა ახალ ეტაპს ვიწყებ, თქვათ. ნუ გავიაზრე ბევრი რაღაცები რა, ეგაც შეიძლება იყოს. აქ ფიქრები, თქვენი ძალიან რაღაც ისეთი ფიქრები გაქვთ. აჰა. და აქ ექნება რამდენიმე ფიქრები, так, მოიცადე გოგოს გავხსნი ბოლომდე. აგიხსნით ახლა აქ რა პოზიციები მაქვს. პირველ რიგში თქვენში კი მიდის ახლა ძალიან დიდი პროცესი. ჩვენ არ დაგვავიწყოს რომ ლაპარაკობთ ყოფილზე, მაგრამ ეს ყოფილი შეიძლება იყოს ყოფილი, რომელთანაც თქვენ უკვე დიდი ხანია არა გაქვთ ურთიერთობა და არ იცით, თქვათ, გინდა თუ არ გინდა რამე რო იყოს მასთან გააგრძელოთ ურთიერთობა და ისეთი იქნება ყოფილი, რომელიც თქვათ, ახლა უკვე მოგიკაკუნათ და გითხრა რომ მინდა შენთან ურთიერთობა ან რაღაცა, ან პრივეტ, ან რაღაცე რო იციან სისულელები. აი ეგეთი. არასერიოზულები. ესე იგი თემები. ეხლა ნახეთ, თქვენ რა, აქ თქვენ ეხლა ხართ როგორ ბევრი ფიქრი, ეს ფიქრებზე ავიხმალები, ბევრს ფიქრობ, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილებას ვერ ვიღებ ბოლომდე, იმიტომ რომ აქ ნახეთ პეპელა არის რა. ანუ როცა არის, იცით რა, არ ვიცი მოკვდა, არ მოკვდა, გავაცოცხლო, არ გავაცოცხლო, რა გავაკეთო, მიხვდით? ანუ რა გავაკეთო, რატო, ნახეთ, რატო ეს მოდის ეს რა ქვია, ეს ფიქრები, იმიტომ რომ აი თქვენ მაგ ადამიანზე ნახეთ როგორ ფიქრობთ. შეიძლება ეს ადამიანი იყოს თქვენთვის მართლა ძალიან ძვირფასი. შეიძლება ვიღაცას даже ოჯახიც ყავდა თქვენ და თქვენ შეიძლება ქვეცნობიერად ჯერ კიდე თვლით მაგას, ну, ცოლად დაუშვათ, ხო? ან თუ შეიძლება უბრალოდ ცხოვრობდეთ ერთად და უბრალოდ ეს თქვენ ახლა, ну, თვლით თქვენ თავს ქვეცნობიერად, მე ვიცი რომ მისთვის ვარ მთავარი ქალი. შეიძლება იმან ახლა იმის მერე 15 ქალი შეცვალა, მაგრამ თქვენ თითქოს აი ქვეცნობიერში იცით რომ აი ეს
გრძნობ ეს როგორი მომენტია ცოტა ზემოთ რო ავიდეთ ასე რომ თქვა სულების დონეზე ეს არის როგორ აი როცა ადამიანი თემაში არის და იცის და ხვდება რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ადამიანი ჩემ ცხოვრებაში იმიტომ რომ ამას რაღაცა მართლა მისია აქვს მისიაზე მე სხვათა შორის რა არის მოვყვევი ზუსტად იმ ვიდეოში მატრიცაზე რომელიც ჩავწერე დღეს მე მინდა დავდო ეს ვიდეო და ანუ ესე იგი ეს ადამიანი არის თქვენთვის აი ერთი თქვათ საგვარეულოდან ერთი აი ვარსკვლავთა ოჯახებს კიდე ოძახიან რა და ანუ ძალიან მნიშვნელოვანი რომ გრძნობაზე აქ არის როგორ იცით პენტაკლები გრძნობაზე საერთოდ ეს ნუ პატივისცემა მნიშვნელოვანია ჩემი ანუ ეს არ იყო თქვენთვის ეს ადამიანი თქვათ აქ არ არის პოზიცია როგორი იცით როცა აი მიზიზღები და აშდამპალო და დეგენერა აი არ არის ეგეთი პოზიცია არა ეს გოგოებო თქვენ ნუ მილიონჯერ მაქვს ნათქვამი სხვათა შორის თქვენთვის ხო თქვენ რა თქმა უნდა თქვენი ნება გინდა დამეჯეროთ გინდა არა მე მაინც მაგას ვიტყვი ჩემო ლამაზებო ჩემო კარგებო კი ხართ მშვენიერები და ხართ აი არაჩვეულებრივები სულ ყველა რა თქმა უნდა მაგრამ ერთ რამეზე დაფიქრდეთ ხოლმე თქვენ როცა თქვენს პარტნიორს ლანძღავთ გოგოებო პირველ რიგში აქ მე რა ხდება რომ თქვენ თვითონ თქვენს თავს შეურაცხყოფას აყენებთ ხო თქვენ იყავით იმ ადამიანთან ხო ანუ ეს იგი შენს იგივენაირი ხარ როგორც ის ადამიანი იმიტომ რომ ნუ შენ იყავე რანაირად შენ თუ პატივისცემ შენს თავს შენ რა გინდოდა ასეთ ადამიანს მე გავიგე მე თუ გავიგე რატო გააგრძელე კიდე ურთიერთობა ან რატომ უყურებ ამ ვიდეოს და გაინტერესებს ჩემო სიხარულო დავფიქრდეთ და მოდით ერთმანეთს პატივისცემთ თუნდაც იმის აი ასე როცა გინდა გალანძღვა ხო უცბად გაიხსენეთ ეს მომენტი რომ აი მე ხო ჩემმა სულმა ხო სთხოვა მისი სული რომ დამეხმაროს იმაში რომ მე აი ეს რაღაცა პროცესები უნდა დავამუშაო და პირიქით აი თუნდაც ყოველთვის ეცადეთ მაქსიმალურად რომ გაანალიზოთ აი ამან მე რო გული მატკინა და ეს სიტუაცია რომ მოხდა აქედან ამ სიტუაციიდან ჩემთვის მაინც კარგი რა იყო მე როგორი გავხდე მე რა მოვიღე აქედან აი ამაზე ვფიქრობ ყოველთვის და მე რო დაინახა ან უფრო ძლიერი გავხდე ან უფრო მაგარი თქვა გავხდე ხო სიტყვაზე აი ნუ იმ დღეს კონსულტაცია მქონდა და გოგოს აი ესეთი მაგალითიც გეუთხარი აი წარმოიდგინე დაუშვით შენ გეზარება ყოველ საღამოს თქვა ჭურჭლის გარეცხვა ხო აი ნუ გეზარება რა და აი ამაზე ქონდა თქვა კონფლიქტი ეს ბიჭი თქვა ძალიან ესეთი სისუფთავის მოყვარული და შეიძლება ეუბნებოდა აი შენ გარეცხო თუ არ მოგწონს შენ გააკეთე თუ არ მოგწონს ან ნუ რაღაც მაგდაგვარი ხო მაგრამ მაინც ხა იმის გამო რომ შენ მაგისი დაკარგვის გეშენო და სიტყვაზე ან არ გინდოდა რომ თქვა დაუშვა და კარგულიყო ან წასულიყო შენი ცხოვრებიდან შენ ადეკი და მიიჩვიე და ყოველ საღამოს რეცხავ ჭურჭელს და ეხლა უკვე დილით როდგები თუნდაც არ იყოს ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში გიხარია როდგები მე ჭურჭელი არა მაგ არაფერი არ კარგია რა ბედნიერება როგორ სიამოვნებს ეს ბანალური მაგალითი მესმის მაგრამ უბრალოდ მე მინდა თქვენ განახოთ რომ შეიძლება აი ეს პატარა რაღაცას რო თქვა დაუშვოთ გამოასწორა თქვენში სიტყვაზე გეუბნებით აი ეს გაიხსენეთ რა გთხოვთ და ანუ რა თქმა უნდა ნუ მაგრამ თქვენ უკვე პრინციპში ამ ურთიერთობიდან რა გინდა თუ თქვენ დაუშვოთ დაჟე ცოლი იყავით ამ თავარი ხალი იყავით თქვენ აღარ გინდათ უკვე აი აქ ეს არის როგორია ურთიერთობა გინდა შენ ამასთან აი უფრო თავისუფალი ურთიერთობა აი აქ მე ვერ ვეტყვი თუ ცოლი იყავი გინდა არიქა და ეხლა ეგრევე თქვათ ისე მაგროლში დავბრუნდე აი მინდა ვნახო რა იქნება გაიგეთ აქ თქვენ გვერდხების დედოფალი არის უკვე ისეთი ადამიანი ისეთ ენერგიაში ხალი როცა მე ვიცი რა მინდა მე მაგ ჩემი რაღაცა თქვათ პრინციპები და თუ გაითვალისწინებ მე შევხედავ აქ სხვანაირად აქ პენტაკლების იმას ტურში ხართ აქ უკვე ისეთ ენერგია რომ უკვე მე გავიგე ჩემი ფასი მიხვდით თქვენ ხა უკვე თქვენ თვითონაც ესეთ ენერგიაში უნდა იყოთ რომ მე ვიცი უკვე და იმპერატრიცა ნუ ბოდიშით რა აი მერყეობა იმიტომ არის რომ ნიშნულოვანი ადამიანი მაგრამ ეთყობა რაღაცა ესეთი ხარვეზები თუ რაღაცები იყო რომელიც თქვენ ძალიან აი გიშლით ნერვებს ასე თქვა და თქვენ ვერ
გოგოები მოდის, ამას უნდა თქვენთან მოსვლა. ეს არის აქ სხვაობა შეიძლება გქონდეს ვიღაცას ასაკში, გოგოება არ გამიკვირდება, იმიტომ რომ იმპერატრიცა დედოფალი და აქ ახლა რა ინდი, ხო? ძალიან ისეთი ტიპაჟი ეხლა რა ჩვენ უყურებთ ეხლა რა ენერგიებში შეიძლება უნდა მოსვლა თქვენთან შეიძლება რამის შეცვლა უნდა სხვათა შორის რა რა თქმა უნდა აქ არის ეხლა ადამიანი რომელიც აი ჩვენ ხო ერთმანეთის მიმართ ხო უყურებ ამას უნდა ძალიან უნდა თქვა თქვენთან ჩამოსვლა მოიცადებ დედა კიდე რა ინდა ღმერთო ჩემო კიდე რა ინდა ღმერთო ჩემო კიდე ვაიმე უიმე გოგოება აქ ტრანსფორმაციაზე ტრანსფორმაციული რა ვიცი რა ხდება ღმერთო ეს იგი ნახეთ რა ხდება ეს ადამიანი არის ესეთ ენერგიაში რომ მაგას პრინციპში უნდა დაბრუნება მაგრამ ეხლა ნახეთ ფიქრებში უნდა და თან რაც შეიძლება მალე მაგრამ გრძნობებში არის როგორ იცით რომ აი რთული პლუს კიდე დავასრულე და თუ აი ნუ აქ ძალიან ესეთი აი უჟას ენერგიები რა გითხრათ თქვენ შორის არის მაგარი პაუზა. დიდი ხნის პაუზა, აი აბსოლუტურად დიდი ხნის პაუზა არის აქ. აქ არ არის 1-2 დღე. აქ კაი ხნის პაუზა. даже ანუ მაგრამ აქ ნახეთ რა საინტერესო პოზიცია არის გოგოებო. ნუ ეს არის უნიკალური რაღაცა გაშლა დღეს, იმიტომ რომ ნახეთ აქ არის სიყვარული. და აქ სიყვარულში, ვაიმე როგორ აგეხსნათ გრძნობაში. ნახეთ ეს არის ანუ როცა სულეს დონეზე, სულებთან არის ანუ სიყვარული, მოდით ეს ვთქვათ, სულების სიყვარული. მაგრამ შეიძლება ადამიანების აი აქ მიწიერ დონეზე რა გაქვს ომი. იხდით? მაგრამ სულების დონეზე თქვენ გაქვთ სიყვარული. ნახეთ, როგორი არკანები და მაგრამ აი თქვენ ხართ არჩევანზე. რატო ხართ არჩევანზე? იმიტომ რომ ზუსტად აი ეს მომენტი რომ ანუ სულიერად აი კარგად ვარ ადამიანთან, მაგრამ რაღაცები ხდება აქ მიწიერ დონეზე რომ თქვენთან არის ომი. ამისთვის გვეცნობიერად ეს ნუ დასრულდა ყველაფერი აბსოლუტურად. მაგისთვის კი ბატონო დასრულდა. და უნდა მოსვლა მაგას უეჭველი უნდა თქვენთან მაგრამ თქვენ არიც თქვენ ჩუმად ხარ და მაგე ვაფშე აზე არ არის რომ თქვენ ნუ გინდათ არ გინდათ და თქვენ ხართ აი რაღაცა მეგობრები რაღაცები რა ვიცი მე ერთობით ეთყობა და მაგი საერთოდ აღარც გახსოვთ რა და ამიტომ ამას ახლა ამან შეიძლება даже მიიღო გადაწყვეტილება რომ всё აი ძალიან ეს სირთული მაინტერესებს რატო აჩვენებს აქ სირთულის ურთიერთობას არა გაქვს სიყვარული არ გიყვარს ეს გოგო ეს რას მაჩვენებს იცი რომ ძალიან დიდად აი ამ სიყვარულმა სხვათა შორის აი ძალიან შეცვალა მისი ცხოვრება ძალიან დიდი ბიძგი მისცა ისეთი რომ მაგან არც ელოდა თუ დაუშვათ ეგეთი რაღაცა თქვათ ეკნებოდა მაგის ცხოვრებაში ხო მაგრამ აქ რაღაცა დამთავრდა აი მაგისთვის რატომღა ძნელია რთულია როგორც თვირთი არის ეს სიყვარული რა იმიტომ რომ ცვლის გაიგეთ ეს ყოველთვის ძნელია როცა შენ ურთიერთობას შეყავ ხარ შენ ტრანსფორმაციაში ნუ აი და ეს ასე არის ხაბარისთვის არის ეს ურთიერთობა ძალიან ძნელია იცი და ანუ ამ სიყვარულმა მე შემცვალა და ეხლა რამე გრძნობა გაგოგოს მიმართ კი აი მაგასაც სხვათა შორის ნახეთ თქვენ 10-იანი პენტაკლების გაქვთ ხო მნიშვნელობა ამას 10-იანი თასების ეს ორივე ესეთი არკანი არის როცა ადამიანი მნიშვნელოვანია ჩემთვის რა აი როცა შენ გრძნობ რომ რაღაცა გვაერთიანებს სხვა რაღაცა გაიგეთ რა ხდება მაშინ ფოცნობიერში შენ აქ რა გინდა რომ თქვა ეხლა ეს კოშკს რომ აჩვენებ ეს შენთვის დარტყმა არის თუ შენ დაასრულე ყველაფერი არა აქ როგორი მომენტი არის იცით აქ ვეცნობიერად ეს ახლა კოშკის არკანი ანუ თქვენ შეიძლება მაგას გქონდა როგორი მომენტი იცით რომ მე ვარ მაგარი მე პირველი მივდივარ მე თუ წავალ მე არავის არ გადა ну короче რაღაცა მოდით ახლა ბიჭებს თავი დავანებოთ მაგრამ ეგოს არ შევეხოთ იმიტომ რომ ეგო აქ არის ძალიან უკვე ისე შეეხეთ თქვენ ამის ეგოს რომ ჯობია დაასრულოთ რა იმიტომ რომ მართლა შემიძლია გითხრათ მაგე აღიარებს რომ თქვენ ანუ
იცით როგორი თემა არის, აი რომ ვერ წარმომედგინა საერთოდ თუ შეიძლება რომ მე თქვათ ხალი ან ასე ძალიან შემიყვარდეს, ან ასე ძალიან თქვათ ეხლა მომერყევს იმას, რა ქვია, ჩემს გვირგვინს, ნახეთ აქ რამხელა ეს არის, იმემოდი ახლა. აი რამხელა გვირგვინია და აი ნახეთ просто რანაირად ეს რა ქვია, ეს ქვეცნობიერად არის ეგა. და ანუ არა, ნუ აქვს დუზი, სიყვარული. მაშინ აი ეს რა არის, ახლა აქ რა ტრანსფორმაციას მაჩვენებს, შენ რა გინდა, დაასრულება გინდა თუ რა გინდა, აქ რაღა გინდა. სულ მაღალი არკანები, გოგოება, აქ რა ხდება, იცით? ესე იგი ნახეთ, მე გეტყვით რა ხდება. აქ არის, იცით რა არის სიტუაცია, ჩვენ ნახეთ ახლა, ჩვენ კი შეგვიძლია არჩევანი გავაკეთოთ ყოველთვის, ხო? მაგრამ არის სიტუაციები, აი იმიტომ ვიზახე რომ მე ცოტა ფსიქოლოგებს აი თქვათ, აი უშუალოდ სუფთა ფსიქოლოგებთან მაგალითად მიჭირს ურთიერთობა რატომ? ნუ მიჭირს რა. ბოლომდე ვერ თუ ეზოტერიკული თემებიც არა აქვს ჩარეული. რატო? იმიტომ რომ ადვილი არის ძალიან ადამიანს უთხრა რომ აი შენ ძლიერი ხარ, შენ მაგარი ხარ, შენ ისეთი ხარ, ვაიმე. აი ზუსტად ჩემი სიტყვები, ხო? ანუ ვაიმე, აქ კიდე ვიღაცა მოდის გოგოებო. ეხლა აგიხსნით თქვენ. ეს იგი ნახეთ რა ხდება. ხო, და ამ დროს ეს კონტრაქტები რო არის ამ სულის დონეზე კონტრაქტები როცა ხდება, აქ უკვე შენ ვერ გაიქცევე. იმიტომ არის რომ აი თქვათ ახლა რატომ ვარდებიან გოგოები ისეთ სანერვიულო თემებში? იმიტომ რომ მიჭირს ძალიან ახსნა რომ მე ასეთი ძლიერი და ასეთი მაგარი როგორ შემიძლია რომ აი იმ დონეზე ჩავარდე ისტერიკებში და ნერვიულობაში, როცა მე იმისთან რაღაცები გადამიტანია და ეს რა ჯანდაბა მჭირს. გაიგეთ რა ხდება, აი ყველას ეს უყვირს ძალიან. და აი ეს არის ზუსტად ეს მომენტი, რომ ჩვენ ახლა კი როგორც ადამიანები, როგორც ისე ხვდებით, გვესმის, კი, მაგრამ რაღაცა და ისეც ვერ არ შეიძლება თქვა, რომ თქვენ დაუშვოთ ახლა ისეთი ადამიანი ხართ, რომელსაც ახლა ნუ ტვინი არ აქვს და დაუშვოთ ახლა ვერ ერევა თავის თავს, მაგრამ რაღაც არის. აი ზუსტად ეს არის, როცა სულის დონეზე მაგას კი უნდა შეიძლება დასრულება, მაგრამ არ აძლევენ. აქ რაღაცა კიდე არის დასამთავრებელი. იმიტომ რომ აქ მე ვეტყოდე რომ მაღალმა ძალებმა თქვენს რომ всё ამას დაუსრულეთ და სხვა მომავალი უნდა, მაგრამ თქვენზე ვშლი აქ და კიდე ტუზი. და ისევ არის, აი აქ თითქოს განახლებული არის, როცა ადამიანი აქ შეიძლება პასუხისმგებლობას არ იღებდა, მაგრამ ბევრს ითხოვდა, ხო? აი აქ თითქოს რაღაცა ახალი ენერგიებით შემოდის ეს ადამიანი. აი მოდით ახლა აქ ვნახავ მე. ესე იგი, რა იყო მიზეზი თქვენი განშორების, აი მაინტერესებს რა იყო. ნუ აქ შეიძლება გაუგებრობა იყო, შეიძლება იყო რაღაცა მომენტი და გადაიღარეთ, შეიძლება ეს მომენტიც იყოს, შეიძლება თქვათ, აი როგორი მომენტი იყოთ რა. აქ ურთიერთობა ხანძლივია, არ გამიკვირდება, მაგრამ აი თითქოს აზრები შეიძლება არ ექვემდებარებოდა ერთი მეორეს რა. თქვენ შეიძლება თქვათ, ერთი იყო ძალიან ისეთი ტიპაჟი, რომელიც თქვა, აი აზრები რა, მოდით ასე თქვათ ერთი სიტყვით, აი აზრები და კიდე აქ შეიძლება ერთი იყო ეგოისტი, მეორე იყო ისეთი, რომელიცაც ეს სიტუაცია ანერვიულობდა. აქ შეიძლება ფულის თემა იყო, სხვათა შორის ერთი დებდა თანხმ, თქვათ ახლა ურთიერთობაში მატერიალურას, თქვათ ძალიან აქტიურად იყო, მეორე არა. აქ მატერიალურმა თემამ თქვენ უფრო აი შეიძლება იმოქმედა ძალიან რა. აქ შეიძლება ყველა იყო, როგორ იცით, ახლა მე ჩემთვის შენთვის, რომ ცხრიანები რა. აქ შეიძლება ერთს უნდა და კარგი ცხოვრება, მეორე არ იცოდა როგორ რანაირად რა მისცეს თქვათ იმას, რომ ეს კარგი ცხოვრება რო იყოს. აი ეგეთი რაღაცა რა. ნუ ნახოთ როგორ განიცდიდა ახლა. როგორ განიცდიდა ამ თქვენ განშორებას, როგორ განიცდიდა. ჯერ თავიდან ძალიან მშვენივრად კარგად იყო, ძალიან მშვენივრად, აი მეგობრებთან წავედა, ერთობოდა, შეიძლება იქ რაღაცა ვისაც ბავშვები ყავს, ბავშვებთან ერთობოდა.
თქვათ ან რაღაცა და მერე უკვე მერე მოხდა ის რომ იცით როგორ ეს ასე ხდება ყოველთვის და ანუ ძალიან კარგად იყო მშვენივრად არ გამოჩენილა არც არანაირად არც წერდათ არანაირი კომუნიკაცია არ ქონდა და მერე უკვე გავიდა რაღაცა პერიოდი და მივხვდა თქვენ რომ ეთყობა არ გამოდიოდეთ კავშირზე მერე უკვე მაგან დაიწყო ფიქრი რომ სად არის მივხვდეთ იმიტომ რომ თავიდან შეიძლება ფიქრობდე რომ მშვენივრად კარგად გამთავისუფლდი, ნუ ეს ასე ხდება რა. წავედი მე ჩემ ახალ ცხოვრებაში, მშვენივრად კარგად უნდა ვიქნები და გადასარევად და ისე რა ქვია, მაგრამ აი მერე მოხდა ცოტა მოგვიანებით მოხდა სიტუაცია, რომ ამ ადამიანს რაღაცა აი ეს სიყვარული მოაკლდა ეს სიყვარული, კი ბატონო და უკვე დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ სად არის ჩემი სულიკო, ხო? ნუ მოდით ნახოთ ახლა საერთოდ რატომ თქვენ არა ეს არა ახლა რატომ უნდა რომ დაბრუნდეს? მოდით ესეც ვკითხოთ ახლა. გოგოება, აქ რა არის, იცით, ცოტა ფრთხილათაც იყავეთ, ეს მოვა, მაგრამ დაბრუნება უნდა, მაგრამ ეთყობა მაგას აქ ცოტა რაღაცნაირად რატო გინდა დაბრუნება? ნუ პირველ რიგში რა თქმა უნდა მაგას იზიდავს თქვენი ენერგია, კი? ამას ახლა თქვენ ხართ მაგისტრის რაღაცა ესეთი ხალი, რომელიც აი ნუ იდუმალებით სავსე, ასე რომ ვთქვათ. მეორე კიდე აქ ცოტა როგორი მომენტი არის, იცით? ამას აქ როგორი თემა? უნდა რომ პირველ რიგში ნახეთ, მინდა დაბრუნება. ვეკითხები რატომ? ეს მეუბნება რომ ვერც ვწერ, შეიძლება ამან დაწერა, დაწერა, თქვა, თუ ან წაშალა, ხო? ვერ შვება, იმიტომ რომ ამას უნდა თქვენ რო თქვათ რაღაცა რეაქცია გქონდეთ რა, იმიტომ რომ სივ ენერგიებში ხართ თქვენ და ამას ეშინია რომ თქვენ დაუშვათ მაგას უარს ეტყვით, სულ კარგად ბრძანდებოდა, ამის შიში აქვს. მაგრამ აი ეს ხო ეს რა გადაწყვეტილება აქ ადამიანს, იცით რა, შეიძლება რატო უნდა კომფორტულად იყო თქვენთან, ბედნიერად, მშვენივრად, აი ყველაფერი თუ რამე კარგი იყო, მისთვის იყო, გადასარევად იყო აქ, მაგრამ ამას ყველაზე ძალიან ეშინია თქვენი უარის, რომ შეიძლება თქვენ უთხროთ უარი. მოდით, აბა ის იგაც უღოთ, ნუ ვინცაც უკვე გამოჩნდა, ნუ პრინციპში იგივეა რა, შეიძლება თქვენ არ გიპასუხიათ ჯერ. მოდით ვკითხოთ, ანუ ღირს თუ არა მაგასთან, აი ეს ამ ურთიერთობის ახლა აღდგენა. ისეთ რა არის პრინციპში თუ თქვენ უკვე განიკურნეთ, თუ თქვენ უკვე კარგად ხართ, თუ თქვენ უკვე დაამუშავოთ თქვენში ეს მტკივნეული მომენტები, თუ თქვენ ხვდებით, რომ უკვე всё, მე არ მიზიდავს ეგა იმ დონეზე, როგორც ადრე ვიყავი მიჯაჭვულე, მაგ შემთხვევაში აქ არა. აგანულდით. რატომ? იმიტომ რომ ახალი სიყვარული მოდის ვიღაცასთან. ანუ უკვე შეიძლება უკვე ყავთ ვიღაცა ადამიანი, ვინც გეტაყვანება და თქვენ ახლა თქვათ კიდე რაღაცა ის გამოჩნდა და თქვენ ახლა იფიქრება, მე ხო არ დავებრუნე, ხო არ იმას აუქნა. არა ჩემო სიხარულებო, აქ ყველა არკანები გამოდის, რომელიც გვეუბნება, რომ შენ უკვე ნამდვილად ახალი შანსი მოგეცემა შენ ხარ მშვენება, შენ ხარ ძალიან კარგი, ჯობია ცოტა ხანი იყო მარტო, ვიდრე თქვათ ესა და დაელოდო შენი თქვათ რაც დაელოდო შენ ახალ ადამიანს რა. ანუ იმაზე მანიპულაციებზე და ეგეთ რამეზე ნუ მიდიხართ, არა. თქვენი თავი დააფასეთ, გაიხსენეთ ის სიტუაციები, რომელიც იყო და ნამდვილად არა გამოდიხართ თქვენ ამ სულ ყველაფრიდან მაჩვენებენ, თქვენ უკვე დაამუშავეთ სულ ყველაფერი აბსოლუტურად და მეტი რაღა გინდათ, всё გამოდიხართ თქვენ უკვე, ანუ ეს ისტორია ვისაც აი ძალიან მაგრად რეზონირდა, იცოდეთ რომ ეს ისტორია დასრულებულია. არ ღირს აქ არაფერი, გოგოებო. ნუ ეს ასეთი გაშლა იყო, რა ვიცი ახლა.
კი უნდა მაღალი ძალები შეიძლება შემოგიბრუნონ, მაგრამ თუ შეიცვალა თქვათ, რაც მე ძალიან მეეჭვება აქ რა თქმა უნდა ამაში. დაუშვა თქვენ უთხარით თქვენი თქვათ, აი მე სხვა როგორც იყო არ მინდა, მე მინდა ასე. თუ დაუშვათ ამ ადამიანმა და რაც მე მეეჭვება, რომ წამოყვეს თქვენს პირობებზე, ხო? ნუ მოსინჯეთ. მაგრამ უფრო უმრავლესებისთვის ეს არის ახალი ცხოვრება. თქვენ ძალიან მაგარი ხართ და ძალიან ბევრი კარგი ღირსი ხართ შემოლამაზება და გვაჩვენეს რომ ცოტა ხანი მოიცადე შემოვა ადამიანი ვისთანაც იქნება ბედნიერი. რასაც მე თქვენ გისურვებთ ყველას.